დავასრულეთ შეხვედრები ჯამში შიდა ქართლის 30-მდე სოფელი მოვიცავით, შევხვდით 500-მდე ქალს და მათ გავუზიარეთ ის ინფორმაცია, რაც მათთვის ამ დრომდე ხელმიუწვდომელი იყო. ეს შეეხებოდა მედია წიგნიერების მიმართულებას, ასევე გავუზიარეთ მუნიციპალური პროგრამები თუ ქალებს რა შესაძლებლობები აქვთ, რომ გამოიყენონ, ასევე მათ გავაცანით თუ როგორ უნდა განავითარონ მეწარმეობა და სხვა საქმიანობა, რაშიც ქალები თავად არიან ჩართულები. ამ პერიოდის განმავლობაში მე პირადად შევხვდი სოფლად მცხოვრებ 150-ზე მეტ ქალს, მათ პირადად გავაცანი იმ სერვისების შესახებ, რომელსაც მუნიციპალიტეტები თუ ზოგადად სახელმწიფო სთავაზობს, იმ სერვისების შესახებ, რომლის არსებობის შესახებ მათ არ იცოდნენ. ახლა მათ უკვე აქვთ წვდომა ინფორმაციაზე ჩვენი საიტის მეშვეობით. მე მინდა ხაზი გავუსვა საიტს, რომელიც ქართული მედია ჯგუფის მიერაა შექმნილი, ეს არის მეტალაბჯი, სადაც არის კატეგორია სერვისები ჩაშენებული. აი აქ უკვე შეუძლიათ თავად ქალებმა ნახონ ყველა იმ სიახლის შესახებ, რომელსაც მათ სთავაზობს სახელმწიფო თუ სხვადასხვა ორგანიზაცია. რითი შეუძლიათ ისარგებლონ მაგალითად მრავალშვილიანმა დედებმა, რას სთავაზობენ მათ, ასევე განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებმა, თუნდაც სოციალურად დაუცველებმა და ასე შემდეგ. მინდა ხაზი გაუსვა ასევე ძალადობის მსხვერპლ ქალთა მხარდაჭერას, რომლის შესახებაც ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ინტენსიურად ვაწვდით პირისპირ ქალებს ინფორმაცია, თუ რა სერვისების მიღება შეუძლიათ, თუ სად შეუძლიათ მათ დაიცვან უფლებები, როგორ მიიღონ უფასოდ ფსიქოლოგიის, სოციალური მუშაკის თუ იურისტის მომსახურება. შეხვედრებმა ცხადყო, რომ არსებობს სერვისები, თუმცა ამაზე ინფორმაცია არ ქონდათ ამ ადამიანებს და სასიხარულია ერთგვარად ის, რომ მათ უკვე იციან ამის შესახებ და ისინიც გარშემო მყოფებს აუცილებლად მიაწვდიან ინფორმაციას. შევხვდი დაახლოებით 150 ქალს შიდა ქართლის მასშტაბით. ჩემი საპრეზენტაციო თემები მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიც არის დეზინფორმაცია, გენდერული დეზინფორმაცია და ციფრული უსაფრთხოება. სესიები იყო ინტერაქციული, შედგებოდა როგორც თეორიული ნაწილისგან, ასევე პრაქტიკული სავარჯიშოებისგან, მაგალითად განვიხილავდით კაზუსებს და ბოლოს ვიმუშავებდით საბაზისო რეკომენდაციებს. ვფიქრობ, შეხვედრები იყო ეფექტური, რადგან მონაწილეთა ნაწილი აღნიშნავდა, რომ აპირებენ მიღებული გამოცდილების და ინფორმაციის გაზიარებას თანასოფლელებისთვის და სხვა ადამიანებისთვის. თუ აპირებთ რომ რაღაცა ბიზნესში გამოიყენოთ ამ საქმიანობაში, მინიმუმ პროგრამის ფარგლებში ქართულმა მედია ჯგუფმა შევქმნით მულტივენდორ პლატფორმა Marketplace-ი, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს საშუალება ექნებათ, რომ განათავსონ საკუთარი პროდუქცია. გადამზადების პროცესი მოიცავდა როგორც ბიზნეს გეგმის წერას, სწავლებას, ასევე ჩვენს ახალ პლატფორმაზე განთავსებას, გავუზიარეთ ჩვენ მათ ახალი ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტის სიკეთეები, თუ როგორ შეიძლება მათ გამოიყენონ არა მხოლოდ საკუთარი პროდუქცია გაყიდონ, რაზეც ტრადიციულად ფიქრობდნენ აქამდე, არამედ შეიძლება სრულიად ახალი იდეები გაუჩნდეთ და აი ამ იდეების გენერირებით, აი ამ იდეების დაგენერირება შეძლონ აბსოლუტურად ახალ განზომილებაში და ახალ სამყაროში, რაც თვისობრივად ცვლის ეკონომიკურ და ბიზნეს გარემოს რეგიონში და ჩვენ არ გვინდა რომ მხოლოდ ერთი რეგიონი შემოვიფარგლოთ, არ გვინდა რომ ეს რაღაც ძალიან ლოკალურ სივრცეში დარჩეს და მომავლის საინტერესო პერსპექტივებიც გვაქვს.